მოგესალმებით, დაბრუნდი მაფია 3-ით. ეს არის უკვე მგონი 25 ეპიზოდი. და ჩვენ უკვე ამ თამაშს ვიღებთ. on 1 წამით აქ შემთხვევით რაღაც მონიშნე. კაი, უნდა მივიდე ახლა აქ. თითქმის, რა ვიცი, მე მგონა რომ წინა ვიდეოში მორჩებოდი ამ თამაშს, მაგრამ ვერ მორჩით. კიდე რაც შეეხება ენერგეტიკული რო ვიყიდე ნაბეღლავის თუ ბორჯომის, მე მგონა ნაბეღლავის იყო, ხო? ეგ ვერ დავლიგე და ფაქტიურად აი 3 კლუბის მერე გადავასხი, იმიტომ რომ არ მინდოდა გარესვა თავის კიველის მეორე დროს მუშაობდი. ეხაც კიდე ერთი კვირა გადამულად მუშაობ და ამ თამაშის მერე უნდა წავიდე სამსახურში ისე. უბრალოდ ვიფიქრე რომ მეთქი ბარემ გადავიღებ წინას ერთ ვიდეოს ხო და მექნება დადებული. სალი დიდი ხანი ცდილობდა რომ ფული ეშოვაო რა, ანუ დაეპრინტა. მაგრამ არ მუშაობ. ვიღაცა უნდა რომ ენახა ისეთი ადამიანი, ვინც იქნებოდა გამოცდილი რა მაგ საქმეშიო და ნახაო ალბორეზიო. Counterfeiting money for casino counterfeiting ალბათ იმას ნიშნავს რომ ფულს აფუჭებდა კაზინოსთვისო. Alvarez. Also counterfeiting money for Castro. Most of our enemies counterfeit American money. Hell, some of our allies do too. Counterfeiting. He's gone. All you had to do is drive down to the goddamn lighthouse and pick him up. It's not my fault Alvarez is running all over the goddamn place. I wanted to lock his ass up, but you wouldn't hear of it. The last thing we need is Zaraga finding out that we treated his nephew like dog shit. You understand? Then Lincoln Clay comes in shooting the shit out of it. Lincoln Clay. I'm so sick and fucking tired of hearing about this cocksucker. He's just one man. A fucking nigga. ხო, ფულის გაყალბებაა რა დაახლოებით. ყველა აყალბებს ფულს ეგრეო. This thing falls apart. We fucked all of us. So what the fuck would you do? რას იზამდი შენ? რას ვიზამდი მე? მომისმინე. This ain't rocket science. That fucking nigga got to Alvarez. It means he knows about the plate. He's gonna come after. ეგზანგიო მივიდა ალვარესთანო, ეგ იმას ნიშნავს რომ ეგო მალე ჩვენთანაც მოვა, ხო გაიგიო? წადი ქვემოთ არბაში და დაიცავ ისინი. გაიწავალო. This shit ends right here right now. ეხლა მთავრდება ესო. არანაირი საქმის გაფუჭებები. Fuck me. According to these reports, oh, he will fuck you, bro. He will fuck you. In a boxing gym he operated. Tommy knew Lincoln was coming for the plates. То მიცოდა რომ ლინკოლნი მოდიოდა. The second he started canceling fights and shutting the plates არის მანქანის ნომრები, მაგრამ ამ კონტექსტში ხარ რა იგულისხმება არ ვიცი. plates რაღაცის ნომრები არის ყველა შემთხვევისთვის და ეგ უნდა ჩვენს ლინკონს. was the second people started thinking he was out of his league. He wasn't about to allow that to happen. How did Lincoln Clay gain access to the gym? როგორ შევიდაო რა დარბაშიო ლინკონ კლეიო. Alcy Bennett მოძებნა მაგან. Alcy პატარა ბიზნესმენია, ვინც სემიშის მუშაობდა. მაგრამ მე უკვე გააგდო სემუეგო. მაგის მერე მოჩხურები Lincoln could get in without a big ruckus. თუ სწორად გავიგე, იმ კლუბში რომ მივიდა, რამდენიმე მოჩხუბართან რაღაც თვითონ კონფლიქტი მოვიდა სავით და ერთი ამბავი რო აწდა, მე შეიპარა შიგნით. დაახლოებით ეგეთ რაღაც გავიგე ხა რა. მოდი მანამდე რაღაცებს კიდე მოგიყვებით, სანამ ახლა მე იქ მივალ. როგორც ითხარით უკვე ამ ვიდეოს დიდს ალბათ რო გავაკეთო, მაგრამ შეიძლება გავაკეთო, არ ვიცი, ამდენ ხანიდან შეხა გააჩნია. სადაც 9 საათიანი რო იყოს ვიდეო, ან ცოტა პატარა, კარგი იქნება, იმიტომ რომ გაგრას გავალ მე მეც სამსახურში. ხო, ერთ სიტყვით რაც უნდა მეთქვა და რატომაც ახლა ამ ვიდეოს წერ, ეგეც იმიტომ არის, რომ ხვალ ვისვენებ. დღეს იმედია რომ საღამოს დავდებ ამ ვიდეოს. ხვალ მე კიდე ორ ვიდეოს დავდებ და იმედია მაგ ორ ვიდეოში უკვე მოჩება ეს თამაში და ვიცი კომენტარში დამეწერეთ, რომ მგონი 2 თუ 3 თვეა მაფია 3-ს ხურავ და 2-3 თვე კი არა, მერვე თვე არის უკვე ამ თამაშს რო ხურავ და ვერ დავხურე და მიზეზი იცით ფაქტიურად, ნუ ბევრმა იცით ესე რომ თქვა. ერთი მიზეზი არის ის, რომ უნივერსიტეტი მქონდა იმ პერიოდში და ვერანაირად ვერ ვახერხებდი. მე მეორე იმ პერიოდში დაჟე ეს თამაში რო დავიწყე, ამ თამაშის დახურვა რო დავიწყე, მაგ პერიოდში ესე რომ თქვა ჭალებში ვიშოვე სამსახური. შესაბამისად არ მქონდა იმის დრო რომ თან სამსახურის ინტერვიუებისთვის და სტაჟიორობის პერიოდისთვის მომზადებულიყავი, თან უნივერსიტეტში ყოფილიყავი და თან კიდე პლუს თამაშები გადამეყო. მე კიდე პლუს მაგასთან ერთად ვარჯიშიც მინდოდა, რასაც ასე თუ ისე ვერ ვახერხებდი, მაგრამ მაინც ნუ მინდოდა და ვცდილობდი. მე პლუს კიდე სხვა არხის ამაქვს, სადაც მინდოდა რომ კიდე ვიდეოებიც დამედო, ნუ ეხლა ნაკლებად ვდებ, მაგრამ იმ პერიოდში უფრო და უფრო ხშირად ვდებდი, იმიტომ რომ რაღაცა კონტენტიც იყო. და კიდე რა იყო? ხო. და ნუ თავარი მიზეზი კიდე ეს არის რომ არ ვცხოვრობ მარტო შესაბამისად სულ არ მაქვს იმის საშუალება რომ ავდგე და რაღაცა ვიდეო გადავიღო.
მარტო რო ცხოვრობდი ხა კიდე ხო და ისიც არ არის კიდე რომ რაღაცა ოთახი მქონდეს და ძალიან დიდი და იმ ოთახში ვიყო ჩაკეტილი და რაღაცა ვიდეოები გადავიღო, ანუ ეგეც სამწუხაროდ არ არის. არ არის საშუალება მაგის ესე რომ ვთქვა. შესაბამისად, როცა მარტო ვარ და როცა არ მაქვს ან სამსახური, ან უნივერსიტეტი, ან რაღაც მსგავსი, მაგ დროს ვიღებ ხოლმე ვიდეოებს. და მაგითო გამეწელა ძალიან. თორე არც მე არ მეხალისებ ხა დამიჯერეთ რომ 8 თვე თამაშობ ერთი და იგივე თამაში და აი ვერ წავშალე და ეს 50 გიგაბაიტი ჩემი დისკიდან ვერ მოვიშორო ვერანაირად. მაგრამ რას ისე მეხა. თან უნივერსიტეტის საქმეები კიდე კი ისი თქვენს. Well, fuck me running. ხანდავდი ვარ If ხან it არა. ain't Lincoln Clay. Surprised to see me, Alcy? რაო გაიგე I ჩემი heard ნახვა. about Sammy Nellis. სამი დელისი Tough გავიგე. break. I ცუდი guess ამბავია. you made it out okay. Speak of them once Ეტყობაშენ more, and I'll გადარჩიო. slice you from ear to asshole. კიდე ერთხელ თქვიო მაგაზე რამე Let's და go. ყელს გამოგჭრიო რა. ყურებამდე. I don't have a choice here. What do you think? წამოდიო მანქანა თუ გავიარეთო. ნუ მე მგონი სხვა გზა მაინც არა მაქვს მეუდო. შენ რას ფიქრობ, გაქვს სხვა გზაო? კაიო წავიდეთ. ამ მანქანით იმედი არ მივდივართ ახლა და ამას ჩამიჯდება ეს. იკადრებ ამ სპორტულ მანქანას და მან დამაიც მეშინ დავიყოთ რა. ძალიან კაი, ზოეგა. 1200 მეტრი ძალიან ბევრია. I ain't stepped foot in the hollow since November of '62. Almost 6 years. I know. Can you at least tell me where we're going? შეგიძლია მითხრა სად მივდივართო? It's where Tommy Marcano holds his აკადიაში. jungle fights, right? It is. ტომი მარკონა მან დაკეთებს ხო რაღაც ჩხუბებსო და ბოქსის მატჩებსო. კიო, და მანდო შენ ესე იგი მოჩხურები ხო აყავსო შენ მანდო? You to know how to კიო, told you. შავკარიანი მოჩხურები ამყავსო. Ass out like that. ხო და მეც უნდა შემიყვანო მანდო, რატო? Fucker, you lucky to be alive after what you did. to შენი Sammy. საქმე არ არისო რა, მაგრამ ანუ მე თუ უნდა შეიყვანო მანდო, უნდა ვიცოდეო რატომაც უნდა შეიყვანო მან საჩხუბრათო და Really think he wouldn't notice you stealing all that money? Look, I paid for that 100 times აა over. ფულს იპარავდა ჩვენიანებისგან. The only place I ever call home. Christ. 6 წელს მანძილზე მხოლოდ მაგად გვისვიზახოდი სახლსო. Deathbed. You made your choice. ანუ ჩვენს ყოფილ ადგილს რა დაწესწრეში რო Can ვიყავით. I do this? You get a clean slate. Come and go through the hollow as you please. Fuck. Okay. I hear if you win out. კაი, მოკლედ თუ ესე იგი შემიყვანო მან და ყველაფერს კარგად გააკეთებო, ჰალოში თუ ჰოლოუში, ანუ სადაც ჩვენი ყოფილი დასახლება იყო, მანდო შეგეძლება რომ ჩოვლებრო შემოხვიდე და წახვიდე ისე რომ პრობლემა არ შეგექმნებაო რა. He likes to size up the winners. See if there's someone he wants to bring on regular. Or if they're just a one-time deal. Where's this happen? Usually up there in his office. One of his guys will meet you in the locker room after the fight. He'll take you to timing. All right. ეხლა რაღაც გეგმა მოუყვა რა, გეგმასავით მოუყვა ესე რომ ვთქვით. რა შეიძლება შეკრებას რო ვლაპარაკობდი და მაგას რო გეგმავდი, მოკლედ ეგ შეკრება კიდე არ შედგა. ნუ ისეთი რაღაცა მოხდა რომ ფიზიკურად ვერ შედგებოდა ხა ეგ შეკრება და თან კიდე მთავარი და მნიშვნელოვანი მანქანა, ნუ ვერ გეტყვით ფიზიკურად, იმიტომ რომ რა ვიცი, ვერ გეტყვით მოკლედ. მაგრამ 2-3 თვეში ვეცდები რომ კიდე რაღაცნაირად მოვაწყო ეგ შეკრება, ანუ ივნისში მაინც ვეცდები რომ ეგ შეკრება როგორმე მოვაწყო და გავიდეთ მანდ. თუ რა თქმა უნდა ივნისამდე მანქანა არ გავყიდე. თან GTS-ი და კორვეტი თუ არ იქნებოდა გამოსული, აზრი არ ქონდა. კორვეტი ამერიკაში წავიდა, GTS-ი კიდე რაღაცა და მოკლედ ფაქტიურად ვეღარ მოეწყო და ვეღარ შევკრიბეთ იმდენი მანქანა, რამდენიც უნდა შევკრიბა. მაგრამ უკვე 2 თვეზე მეტი ფაქტიურად კლიპები მქონდა შენახული. რაღაც 1-2 კლიპი მქონდა და კიდევს უკვე კლიპები ფაქტიურად ჩემს მეორე არხს მძიმეკაძე ხვია და შეგიძლია უკვე ნახოთ იქ. და ვიფიქრე რომ მეთქი ამდენი ხანი თუ ანუ 2 თვე კლიპები მაქვს შენახული და მანქანები ვერ გამოვიყვანეთ ხო და რა ვიცი აი რაღა აზრი ხონდა. თან მე GTS-ი და კორვეტი თუ არ იქნებოდა უკვე გამოვიდოდა ისე რომ ვეღარც შევკრიბავდი ვერაფერს. This is Jack Knapp Johnson. What's he ის here for? გარეთ არის და კიდე მოლაპარაკება? What are you here for? რატო არის აქ და რას ქვია რატო არის აქ? Gotta search him. No weapons allowed. ჯერ უნდა ვნახოთ არანაირი არაღებიო რა აქ. Do what you gotta do. Watch where you put your hands, motherfucker. Save it for the ring, dipshit. მიდი და ოღონ ხელებსო უფრთხილდიო რა სად იმასქნიო შენ აბიჭვარო და ეგო შეინახეო ბრძოლისთვისო. ანუ გამოდის ახლა რომ ერთი ბოქსინგ მატჩი გვექნება ჩვენ, მაგრამ საიდან უნდა შევიდე? Go to the locker room. აქედან უნდა წავიდე სადმე? მოკლედ უეჭველი უნდა გავაღო ეს კარები, უბრალოდ ის არის გარეთ ჩაკეტილი და ვერ შემოდის მეგონი აქ და ამ კარებსაც კიდე ვერ გავაღებ ახლა რა თქმა უნდა, ხო? ახ. ვითომ ახლა არ იყო საკმარისი ნერვების მოშლა, ახლა უნდა დავიწყო თავიდან დიდი ვარაუდით. ნუ კაი, რა გაეწყობა, მოდი
გამოვიდეთ ახლა მთავარ მენიუში თუ შემიძლია რომ საერთოდ მთავარ მენიუში გავიდე როგორმე ან მომიწევს რომ გამორთო თამაში და ჩართო თავიდან ან იქნება აქედან მაინც იყოს რაღაცა load checkpoint ნახოთ აბა საიდან დამოწყებიებს იმედია დასაწყისიდან არ დავიწყო თორე აი ავიჭრები აი სერიოზულად ავიჭრები და ბოლო ვიდეო იქნება ეს მაფიასი ნახოთ საიდან დავიწყოთ ხო და შეკრებას კიდე როგორც ითხარით ეგ ვერ შედგა სამწუხაროდ კიდე კაი მაგრამ საბედნიეროდ 28-ში დასვენება ავიღე საბედნიეროდ კიდე გეუბნებით იმიტომ რომ არ იყო დასვენების და ჩემ მაგრამ გადმოვაკეთეთ და 28-ში ვისვენებ და ეს მესია Ragazzi, messi scalda. You good now? Go on. და 28-ში თბილისში არის Rev Festi, რაღაც Rev ფესტივალი არის, სადაც მანქანები იქნებიან ხოლმე. წინაზე ვიყავი და ასეთ ისე კარგი იყო რა, მე ხა ძალიან იშვიათი მანქანები გითხრათ, არ იყო უფრო M5-ები და AMG-ები იყო. მაგრამ იმედი მაქვს რომ ამ შეკრებაზე მაინც იქნება სხვადასხვა მანქანები რა როგორებიც არის თუნდაც ავი GTS ძალიან მოწონს და ისეთი ტიპიც არა ვარ ახლა მე რომ დავიწყო ლაპარაკი იმაზე რომ აი BMW მომწონს და Mercedes-ის დედაც ან პირიქით ეგ მგონია აი ყველაზე ბავშვური სისულელე ზოგადად მე ზეღა კამერო მყავს ბევრ მაინც ალბათ იმიტომ რომ 1-2 ფოტოები მიჩვენებია ძლივს გავაკეთებ მანქანა და არის ისეთი მომენტები, როცა მუსტანგის მძღოლები სულ აჰეითებენ ბრჭყალებში კამეროს მძღოლებს და ზოგადად კამეროს მანქანებს ეძახიან რომ არ ვარ გაეგო და ასე შემდეგ და პირიქითაც არის კიდე კამეროების მძღოლებიც აკეთებენ მაგას რომ მუსტანგები ესენი არიანო მაგრამ მე მუსტანგის მომწონს კამეროს მომწონს და დოჯის მომწონს ანუ ეს მუჰამედ ალია ხო უბრალოდ ცოტა შესული აქვს სახე და არც ისე არ აკაც არის მოიცა არც ისე არ ვიტყოდი ვარს ხო ესეც მუჰამედ ალი არის მუსტანგის მეყოლებოდა და დოჯის უბრალოდ კამერო მიჩემია რადგან უკვე მყავს კამერო მეტრა 80 220 პაუნდი იქნება რაღაცა 90 კილომდე ალბათ არა 95 კილოა ესე იგი ჩვენი ლინკოლნი დაახლოებით და მეტრა 80 მეტრა 82 ეს უნდა გავლახო ვაი ეს ეხლა ხუმრობით ვიტყვი ამას ან ცუდად არ გამიგოთ მაგრამ სიმართლე რო გითხრათ ზოგჯერ მართლა ეგრეც არის ხოლმე ეს არის აი გამას კარტი იმიტომ რომ ბევრჯერ მინახავს როდესაც აი გამაში თუნდაც არის ესეთი მომენტები რომ ძალიან ვიღაცა ძლიერი და კულტურული ტიპი იქნება და მე ვარ მხარეს იქნება ვიღაცა აი ქუჩის ბრადიაგა და იმას აჩხუბება დაახლოებით ისეთი რაღაცა ახლა ესეც აი გონი მოვიგეთ Jack Knife Johnson ექვია ნუ პირველად ეს არ იქნება ახლა თქო ერთადერთი ბრძოლა ალბათ კიდევ ვიღაცა შემოიყვანენ აქ მე მგონი მოდის ხო მე კიდე აი ეს დაახლოებით იგივე ეს უფრო მოჭიდავე სტილი არის აბა ბუმბუმიო რომელიც ახლა მოკალი ეგ იყო ფაქტიურად ქაღალდიო ამასთან შედარებით აი დავამუღა მე უკვე ესე თუ ისე Gypsy Crusade თუ იცით ერთი რასისტი ის რო არის ჯოკერს რომ პერსონიფიკაციას რო უკეთებს აი ჯოკერისას ეგ არის ძალიან რასისტი რა და ვერ იტანს აი ვერც ებრაელებს და ვერც შავკანიანებს ხო და მაგან ეჩხუბა შავკანიანს და შავკანიანთან რო ჩხუბობდა ეგ კომენტატორები ხო არიან ცოტა იდიოტი კომენტატორები იყვნენ მაგრამ ეგენი ლაპარაკობდნენ რომ მიდიო მაგ ზანგსო მატრახეო გადაუჭირეო ანუ ზანგი იძახეს ზანგზე და შავკანიანს ეუბნება რომ ჩხუბის დროს მიდიო მაგას მატრახი გადაუჭირე ზურზეო ეგ შესაძლოა იყოს. აი, ნუ რამდენი იქნება ახლა რა ვიცი. ხო იცი. მაგასო საფლავების მთხრელს ეძახიანო და ხო იციო და რატო ეძახიანო მაგასო? ნუ ნაბიჯებსო ესე ვთქვათ მარხავსო? ხო და როგორ უნდა მოუგო, რა ვიცი, რა დაარტიო და.
ხოდაშორის ჭუბის ტექნიკა არ არის მთლად ცუდი ახლა თამაში, რო ვაკვირდები. მაგრამ ყველა ძალიან დიდი ჩანს და შემდეგ ისე ხდება, რომ პატარები არიან სიმაღლე. ეს რატო არის აქ გაჭედილი? არა, ძალიან ბაგიანი თამაშიც არის რა. მაგას ახლა ვერ დავმალა. არ მიყურებს და თან ლაპარაკობს, რომ დაარგო მაგასო. აი. სულ ჩემპიონი ვართ უკვე. ესე მარტივად და ერთხმაში. თუ კიდევ მოსნოვა ჩუბოთ ახლა. არ მესის თქვენი ხმაურს და ხმაურელი ლაპარაკეცო. შემოსძახეთ. ნუ ესე მარტივად ისე რომ ფაქტიურად არც მიგვიღია არანაირი ზიანი, მე ვიგეთ. ეხლა რა ხდება? ეხლა წადი გასახდელში. შენი მოგებული თანხა აიღეოთ, მოგებული რაღაცები აიღეო და თქვენ ზანგებმა იცით ჩხუბია. მე უწავალო ბიზნეს მიხვედაო. შენ გონია მე ვიღაცა იდიოტი ვარ ისე რომ მოვიდი აქო? მე არ მეშინიაო ეს რისკებისო. აი, ქალოდუსი გადმოიწირა და კარგას გამახსენდა კიდე რაღაცა ქალოდუსი უნდა მეთქო თქვენთვის. სო არ უკვდებით თვითონ თუ რა ხდება? ცოცხლად წვავენ. ცოტა შევაზავოთო. ყველა პატარა კუთხეში რომ შევიდეს ზოგ საწვავიო. მაგიდან გამომდინარე, როცა განათლება კარგად დაიწვევაო რა. ანუ დავიჯერო იმან ჩაგვიშვა, ეხა იმ კაცმა ვინც მოვიყვანა აქ. And you are gonna hurt like no one's hurt before. Fuck you. Guess you ready to die. და ამას ვერ ატყობენ ხო ეხა ესენი და ამ ხელა აუ რა სისულელია. ხოძმა იარაღი გაქვს და ჩემსკენ გამოიქცი ეგრე გამოიქცი ჩემსკენ. ახლოს მოდი უფრო. ძალიან სისულელია. აი არანაირი ბასრი არაფერი არ იყო იქ და იმ ხელა თოკი გაჭრა ისე მალე? Sure looks that way. You know Sal wanted me to go to law school. Sal's უნდა რომ წასულიყავ მე რაღაც Maybe run for office. სამართალზე მესწავლაო რა. Some decent with your goddamn life, you understand? Should have listened to him. უნდა მოგესმინაო. It's in the blood, you know. Yeah. ფულსა წავძმა წაიღე ფული. შენ ხარ ეს ვინც ხარ? No point arguing with yourself about it. შენ თავს ნუ იკამათები მაგაზეო. წადი შენი. ვეც თავიც აიფეთქა ახლა ამან? ვიჯო, ამ თამაშის იდიოტობა, აი, საბოლოოდ ხო უნდა მივიდეს რაღაც Say hello to Lou. დასასრული ხო უნდა გქონდეს ამ თამაშის იდიოტობას. ნახე პროსტა, იმდენი ბენზინი გადამასხა და ამანაც ახლა რა გააკეთა ხო ხვდებით, ან ამანაც ბენზინი გადაასხა რაღაცას, ერთხელ წავუკი და თვითონაც ბენზინი გადასხმული აქვს და ამას არ მოედო. ფაქტობრივად აგერ ცეცხლში გამოვიარე კიდე და ამას ბენზინი ამ ცეცხლი არ მოკიდებია. Явიც. კიდე ქალოდუსი რასაც გეუბნებოდით, მოკლედ არ ველოდი, მაგრამ Steam-ი აკეთებს ახლა რაც იცი, აი ადრე იყო რომ აი ძალიან ადრე, ალბათ 1-6-7 წლის წინ Steam-ი აკეთებდა მსგავს რაღაცას თავისი ფაზდაკლებებით. აი სეილები რო არის, ხო იცი, ზაფხულის ფაზდაკლებები, ზამთრის ფაზდაკლებები და მსგავსი რაღაცა. როდესაც ეგ დაიწყებოდა, Steam-ი გაძლევდა რაღაცა ვაუჩერებს. თუ მაგალითად იყიდიდი $15 თამაშს, შეიძლება რომ $3 დაეკლო. მაგრამ ეგეთი სიტუაცია უკვე აღარ გაუკეთებია Steam-ს ძალიან დიდი ხანი არის რა. მაგრამ ახალი რაღაცა შემოიღეს, რაც მე მგონი უფრო უკეთესი არის. ამოირჩევენ რაღაც დაახლოებით 10 თამაშამდე და 10 თამაშიდან მაგათივე თამაშს, ისე რომ ვთქვათ, აქვს რაღაცა აი ძალიან მაგარი ფასდაკლებები. ზოგადად Call of Duty-ის თამაშები არის არეული, რაც შეეხება აი რეგიონულ ფასებს.
იმიტომ რომ ნახეთ ახლა დავუშვათ თუ მე ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც საშუალო ხელფასი არის რაღაც 200 ლარი და 200 დოლარი, ის რომ თამაშს Steam-ზე ედოს ფასი $50 ან $20 ფასდაკლებით არის ძალიან ძვირი. და შესაბამისად Steam-ი აკეთებს იმას, რომ აქვს რეგიონალური ფასები. ისეთ ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი არის ძალიან ცოტა, შესაბამისად თამაშები ზღირს ძალიან ცოტა. იმიტომ რომ იმათმაც შეძლონ და თამაში იყიდონ. იმიტომ რომ წარმოვიდგინე ახლა $200 რო არის საშუალო ხელფასი, თუნდაც რაღაცა სხვა ქვეყანაში და რავი $2000 არის ხელფასი ამერიკაში, ხო ხვდებით ახლა ანუ $2000 ანი ხელფასის მქონე ადამიანისთვის ეგ $50 შეიძლება არ იყოს არაფერი. მაგრამ $200-ისთვის ძალიან ბევრი არის, ფაქტობრივად ნახევარი ხელფასია ერთი თამაში. და შესაბამისად ეგრე კეთდება ხოლმე, მაგრამ Activision-ი არის Call of Duty-ს. მაგათმა ეგ რატომღაც მოხსნეს. ადრე გქონდათ ეგრე რეგიონული ფასები და ეხლა მოხსნეს და ყველა ქვეყანაში ეგ თამაშები ღირს $60 და ფასდაკლებით ყველა ქვეყანაში ეგ თამაშები ღირს $20 და $20 არ აკლდება ფიზიკურად. რაც არის სისულელი და იდიოტობა. ხო და Steam-მა გააკეთა ეგეთი რაღაცა, რომ მხოლოდ ერთი Call of Duty Modern Warfare არის და გახადა ეგ $5 ამ ფასდაკლების გამო. $20 მაგივრად. ანუ სხვა Call of Duty ყველა $20 ღირს, მაგრამ ის ღირს Modern Warfare $5-6. და მოკლედ აი ისეთი მაგარი ფასდაკლება იყო, ფაქტიურად ვეღარ მოვითმინე და ვიყიდე რა. იმიტომ რომ ეგ თამაში $5 არასოდეს არ იქნება. ყოველთვის დარჩება $20-ზე, იმიტომ რომ მაგ თამაშს რეგიონალური ფასი არ მოქმედებს რა. აქვს ამერიკული ფასი და ყოველთვის იქნება ამერიკულ ხელფასზე მიწებებული ფასი, ესე რომ ვთქვათ. და მაგარი თამაში ჩანს, იმიტომ რომ მაგის კლიპები და რაღაცეები ყოველთვის მქონდა ნანახი TikTok-ზე და სულ აქებდნენ ხოლმე. და სულ მინდოდა ეხლა მეც ეგ თამაში უბრალოდ არ ვიცოდი რომელი თამაში იყო და რა ერქვა და ეხლა Steam-ზე რომ გამოვიდა ფასდაკლებით, მე უფრო მოვიძიე კარგად ინფორმაცია მაგ თამაშზე და შესაბამისად მივხვდი რომ ის თამაშია, რომელიც ამდენი ხანი ყოველთვის მინდოდა. და რა ვიცი, ნახოთ მაგ თამაშს გადავიყევ, მაგრამ ახლა გადმოიწერა. და იმედია მოგეწონება. თან დიდი თამაში არ არის, ანუ ეგ თამაში არის რაღაცა 5 საათი ან 6 საათი მაქსიმუმ ალბათ გააჩნია თუ რაღაცა როგორ გავაკეთებ და ამ თამაშს ბევრად აჯობებს ეგ ამ მაგას უეჭველი გეტყვით. მაგის გარდა ონლაინიც აქვს კიდე. ონლაინს ახლა რა თქმა უნდა არ გადავიღებ, მაგას ჩემთვის თამაშები 1-2 და ვნახავ თუ აი როგორ არის მოძრაობები, როგორ არის სროლები და ასე შემდეგ ის შემდეგ რაღაცეები. და მე უკვე სტორიც ასე თუ ისე მოიხოდება. ოღონდ უნდა დავამთავრო ეს თამაში რა თქმა უნდა. როცა ამას მოვრჩები, მე იქნება ყველაფერი. და ამის დამთავრება კიდე როგორც იცით, ანუ ძალიან რთული არის, იმიტომ რომ არ მთავრდება ეს თამაში. იმედია გავიქცევ ხან პოლიციას და წინ არ დამხვდება კიდე ვიღაც. მეგარისო. What happened to the money plates that Sal Marcano stole from the Federal Reserve? Police ნომრებს არ მოვიდაო, სელენას გაყიდა ფედერალურ ბიუროში. I don't recall. არ მახსოვსო. Megan once told me he couldn't ლეკოლა მითხრა რომ მაგას არ შეეძლო. მეორე ლოყი შევრუნება, ანუ ხო ის რაღაც ბიბლიური ის რო არის, რომ ერთ ლოყაზე რო დაგარტყამონ, მე მეორე შევუბრუნო. ეგრე არ მუშაობს ზოგადად მსოფლიო რომ მეორე მხარე შეუბრუნო. Better part of it trying to prove him wrong. 40 წელია ვცდილობ რომ დაუმტკიცო რომ დაუმტკიცო რა ეგო. რომ ეგრე მუშაობს მე მგონი ქვეყანაო თუ რაღაც სულელებს ბოდიალებს. მე უბრალოდ ჩემთვის ვატყუებდიო. Look at how we treat each other. ნახე ერთმანეთს როგორ ვექცევით. Passion is a sign of weakness. Passion არის, ანუ გულსო ჩადებ რაღაცაში, ეგო ფაქტიურად ნიშანი არის Greed is a virtue. The poor is considered morally corrupt while every excess of the powerful is celebrated. We send kids off to die. For what? მოკლედ სიღარიბე არის ისეთ რაღაცად მიჩნეული, რასაც თვითონ საკუთარ თავს შენ ავნებო რა, ანუ საკუთარ თავს შენ უკეთებ მაგასო და სიმდიდრეო პირიქით ასოცირდება უფრო რაღაც ჩვენ ბავშვებს უშვებთ ჯარშიო, ვერისვისო, იმიტომ რომ ვიღაცამო ცოტა ფული შეოსო და ომში უშვებთ რა. ლინკოლნი მართალი იყო, ის ყოველთვის მართალი იყო. არასოდეს აღარ იქნება უკვე დოქტორ კინგი ან ბობი კენედი. But
Luther King ეგულისხმობა მაგაში. მაგრამ ყოველთვის იქნება მეორე Sal Marcone, ყოველთვის იქნება მეორე Sammy Robertsoni. ანუ კარგი ხალხი აღარ იქნებაო რა, მაგრამ ცუდები იქნებიანო. და ასევე იქნება მეორე Lincoln Clay-იც. რო ალბათ ეგ ცუდები ვინც არიან, ყველა ამოხოცოს რა. ჩვენ ვართ ცუდი და ცუდი ხალხი ვართო რა, ესე რო ვთქვათ. სხვადასხვა ამის გამოსვლები არ არის მთლად ცუდი, უბრალოდ ზოგჯერ ისეთ რაღაცაა, რომ ვერ ვიგებ ფიზიკურად ამის ლაპარაკს. ამ რაღაც რეფერენსები უნდა იცოდე რა. Tommy Marcone უკვე მოშორებული ყავს. Tommy Marcone was burned beyond recognition. ანუ ისე დაიწვაო, რომ ვეღარ ცნობს ვერავინო. დედამ ვერ იცნო ფაქტიურად. კაი. So, ჩვენ წინ უკვე აღარავინ აღარ არის, ჩვენ ამ ქალაქს ეს ქალაქი ჩვენია ფაქტიურად. Too many times I've walked away from this table with nothing, and my boys, they're sitting back home with their thumbs up their arses waiting for a call from you. I'll no longer be ignored. This district comes to me. This is all news to me, but if you still want to send it my way, I'll take it. Don't second guess this, Lincoln. კაი, ერთ წამით მაცალეთ ახლა თქვენ. როგორ უნდა გადავიდე? I stuck around this long when I Take your time, lad. Wouldn't want to fuck up his last piece ანუ of the city. რავი ძმა, იმხელა მინუსებში გავდივარ, რომ არ მაწყობს ფაქტიურად. მოდი, რაღაც ჩვენ წანგი ვართ, ესეც წანგი არის. რატომაც არა? იყოს ორი. This is real good. I halfway figured Lincoln would have killed us all by now. What we done here? Taking the city რეალურად ამათაც ვიყენებთ ახლა ჩვენ მეგონი. without killing each other? და წესით, რაღაც უკვე ჩვენ ეს დისტრიქტები და ეს ქალაქი ყველაფერი ჩვენი არის. უკვე უნდა იყოს ბოლო ნაწილი წესით. უბრალოდ ესენი ვერ შუნდებიან რა ტვინი წაიღეს. So anything shy of that, and I'm good. Fuck. You know how long I've been waiting for someone to stand up and be a man of his word? And in all my fucking days, you, Lincoln Clay, are the first motherfucker to do it. Thank you. You've done a hell of a job, Lincoln. Couldn't have done a better job myself. Probably. Holy Christ! How the fuck did we make it through this shite in one piece? ეხლა კარ ანუ რას პოდიალობენ ესენი? ჯერ გაბრაზებულები იყვნენ, იმიტომ რომ მე არ მირჩეო. მე არ ავირჩიე და ეხლა პირიქით გახარებული არიან, რომ გადავჭითო და არ მომკალიო რა. We're living proof that the ways of Marcano, the lying, the backstabbing, the cheating, don't need to run in that direction. Those ways are as dead as he is. გასაგებია, ნუ ჩვენ მოკლედ ესეთი ხალხი ვართ რა, ეგ სიკვდილები და რაღაცები არ გვინდაო ჩვენს შორისო. ეგო მარკონოს საქმე არისო, ესე რომ ვთქვათ. კაი, არ დამანახო ხა ძალიან გთხოვ გვერდითი მისიები. Discard Marcone Warehouse. ვსო ეგ არის. ესე იგი, წესით ხვალ 4 შაბათს უნდა დავამთავროთ ჩვენ ეს თამაში. ეს არის იმ შავკანიის მანქანა სხვადასხვა. ლურჯი მე მგონი ლურჯი თუ მწვანე არის იმისი არ ვიცი ვიტოსი. ნუ მოპაროთ რავი რა მნიშვნელობა აქვს. კაი, წავალ ახლა მე მანდ და ვნახოთ მე კიდე რა და როგორ იქნება, მანამდე კიდე რაღაცებს გელაპარაკებით გზაში თან, იმიტომ რომ ვერ მოვაბი თავი. ხო, Call of Duty იქნება შემდეგი თამაშისაც გადავიღებ. არ მახსოვს ერთმა ადამიანმა დამიწერა რაღაც თამაში, მაგრამ აი მართლა ვერ ვხსენებ რა თამაში იყო. God of War Ragnarok იყო, ხო. God of War Ragnarok-ის თამაში ყოველთვის მინდოდა უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ არის ძალიან ძვირი, $33 ღირს. იდიოტობა გავაკეთე მე რომ ვიყიდე Battlefield 6 და არ ვიყიდე თან, ანუ წარმოვიდგინეთ $70 გადავიხადე მაგ თამაში 5 თუ 6 თვის წინ და არ ვიყიდე Ragnarok-ი და ძალიან იდიოტობა გავაკეთე, რაც უნდა მექნა და უნდა მეყიდე ეგ თამაში და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ Battlefield 6 კი კარგი თამაშია, მაგრამ $70 არ ღირს, აი ფიზიკურად არ ღირს ეგ თამაში $70. წადი ძმა, წადი. ხო და რა ვიცი, თუ ვიყიდე ეგ თამაში, მე გადავხედავ კიდე, ანუ რამხელა იქნება, თუ ძალიან მოცულობითი იქნება ეგ თამაში, მე რა თქმა უნდა მაგ თამაშს კიდე შეიძლება, ან პრინციპში კი გადავიღებ, ალბათ უბრალოდ დაჭირდება კიდე ძალიან დიდი დრო, შეიძლება კიდე რაღაც თვეები დაჭირდეს, რომ ეგ თამაში დავხურო და ეგ ისეთი თამაშია, რაც აი რომ დაიწყებ, უნდა მიყვე და ითამაშო და დახურო რა. ხო და რა ვნახოთ, ჯერჯერობით მაგის ფული ხა არა მაქვს, ან კი მაქვს, მაგრამ წარმოვიდგინე ხა $33 არის რაღაცა $100-ზე მეტი და 100 ლამდე ეს რო ვთქვათ, მაგის თანხა ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ რაღაცები გაკეთებული მაქვს, ეს რო ვთქვათ, აი განაწილებასავით და დასაფარი არის ეგენი და მაგ თამაშში მაგდენს ხა ვერ დავხარჯავ ნამდვილად. მაგრამ
Call of Duty მაქვს. ანუ $6 მივეც მაგაში, თითქმის ბევრი არ არის ამ ფაქტურად არაფერი არა და მაგას ვითამაშებ და მაგას გადავიღებ კიდეც. მაგის გარდა კიდე ერთი თამაში მაქვს გამოწერილი, რაც ასევე ვიყიდე. ეგ თამაში არის Outlast Trials, ეგრე ქვია. და Outlast ვისაც გითამაშიათ, დაახლოებით ეგეთი თამაში არის. მარტივად რო აღიხსნათ, მოკლედ მან რაც ხდება არის, რომ შედიხარ რაღაც ერთ ადგილზე, ეს შეიძლება იყოს პოლიციის ოფისი, შეიძლება იყოს რაღაც მუზეუმი, ანუ სხვადასხვა რაღაცა მაპები არის და მაგ მაპზე როცა შეხვალ, უნდა გააკეთო რაღაცა მისიებივით. მაგალითად შეიძლება იყოს, რომ პოლიციის ოფისში რო შეხვალ, იქ უნდა გაანადგურო დოკუმენტები ვიღაცა ადამიანების. აი წარმოვიდგინე, ხერხი რო არის თამაში არა ფილმი, აი So, ხო იცით, აი მან რო ვიღაც ტიპი არის ერთი, ვინც იჭერს, მოდი მამას ავიღებ არემ და მაგასობაში კიდე ლაპარაკს გავაგრძელებ მე ნენელა. მაგ ხერხში ხო იცით, რომ ერთი ტიპი არის, ვინც იჭერს ხალხს და ვინც ცუდი ხალხი არის, ესე რომ თქვა და მე რაღაც გამოცდებს ატარებიებს და თუ გავლიან მაგ გამოცდას გადარჩებიან. და დაახლოებით იგივე პონტი არის, ეგრე ვთქვა ეგეც რა, ანუ თუ გაანადგურებ მაგ ყველა დოკუმენტს და რაღაცეებს, მაგ შემთხვევაში შენს გადარჩები და ის ადამიანების გადარჩებიან, მისი დოკუმენტებიც არის მან შეგროვებული. ან შეიძლება იყოს კიდე მსგავსი მისია, რომ დაუშვათ დავიც გაანადგურებ ვიღაცა კაცის რაღაცა სათამაშოები და მე უნდა გაიქცე. ეხა ესე რო ილაპარაკო ძალიან მოსაწყენი ჩანს, მაგრამ მართლა კარგი თამაში არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ეხა მარტო არ ვიცი რამდენი კარგი იქნება, მაგრამ რაც ვითამაშე დაახლოებით 2-3 საათის მანძილზე ამ 4-5 დღეში, ასე თუ ისე მომეწონა. ვერ ვიტყვი ეხა ძალიან საუკეთესო თამაში არის, მაგრამ მომეწონა რა. და როცა მაგათ აკეთებ, რა თქმა უნდა, იქ მე არის რამდენიმე მონსტრი, ანუ რაც Outlast 1-ში და Outlast 2-ში არის, დაახლოებით იგივე მონსტრები არის, ოღონდ კიდე ზოგიერთი რამდენიმე შეცვლილი აქვს ის რა იყო ეს კაცო. ზოგიერთი მოკლედ ოდნავ შეცვლილი არის. და ეგენი დაგზდებენ და მოკლედ ცოტა ხელს გიშლიან. მე როცა უკვე მორჩებით ამას, მე არის იქ რაღაც აპგრეიდები დაუშვათ სისწრაფე რო გაიძლიერო, შეგიძლია რაღაცა იყიდო კიდე ისეთი, რომ როცა ეგენი გამოგეკიდებიან, მაგათ ესროლ და ცოტა ხანი შეაჩერო რა. ასე შემდეგ რა მან მაგ თამაშს უკვე დავიყე, მაგას გააჩვენებთ. ანუ Dead by Daylight-ის მსგავსი არის რა. მარტივად რო აგიხსნათ, ანუ იგივე თითქმის Dead by Daylight, რაც გადაღებული მაქვს. Not wasting any time, are you? შენ დროს არ გარგავ, ხო? Rampage is going to attract attention. Attention from people I don't care to associate with. ეს Yeah, imagine not. ყურადღებას მიიქცევს ესეთი ადამიანებისგან, ვისაც მე ასოციირებას არ ვაკეთებ. Simple as tossing around some super grade. მოგალ, ეხა ეს იდიოტი ფაქტი რომ ამ თლიან რაღაც корпуსს წვავს, ამის გამო და გვერდზე კიდე ვინ ცხოვრობს, იმათი სახლის იდეალობით დაიძვება. Look, this will keep them off my ass. For a little while anyway. But we're getting ahead of ourselves. რაღაც თამაში ვფიქრობდი კიდე მართლა და დამავიწყდა ეხა. You should get a kick out of hearing this. კაი, ნახოთ აბა რა ხდება ეხა აქ. ყველა დაუხოცეთ ფაქტი რომ ამას, ანუ კიდე თუ ამას ეხა ვიღაცა ყავს, არ ვიცი ძმა, ვაი ყოჩახ. ყველა მოუკალით და. Georgie. Get your ass in here. ეს ხომ ეს ის არის პირველ ეს უნდა მოკლად ეხა ხა უოჭველი. ხო იცი რომ წონ მოკდა. მეგონა რომ შენ მოგინდებოდა მაგის ოდნავ. კარგი ბიჭი იყო, ბიძიატომი. უთხარი რომ წასულიყო მე სამართალზე ესწავლაო, ანუ ვინც მოკალით ხა ამაზე ლაპარაკობს რა. მაგრამ კუბაში წავიდა. კუბა ქვეყანა და არა კუბა. ბოდიშიო მამა ვიციო. ეს ნიშნავდა ვექ შენთვისო. დაგვერხავ. მე და მე ხა. Still got some men. I say that we hit the streets and we find that cocksucker. Every low-life ball of piss in this city smells blood in the water. My blood. You understand? ხალხი შენ კიდე ყავს რა წავილით და მოვძებნ თუ ეგო. I wouldn't last 10 minutes out there. That's a crock of shit. მე ხალხი ისეთი არისო რა რომ მე რო გავიდე ახლა ქუჩაში, თვალსა დაახამხამენ ისე მოკლავენო. ეგ იდიოტობას ლაპარაკობ ახლა შენ. შენ სალმორკანო ხარ. რაღაცა არის რა, ის გაკეთება შეგვიძლიაო ჩვენო. აბა. რა იდეა გაქვს? მოდი ბიჭო აქ, მოდი. ჩვენ რა ხალხის დავჭა? დაუძახე რა მაგათა კაზინოსა შევხვდოს ყველა. და როცა ლინკოლნი გამოჩნდება. მოგალ კაზინოსთან მიდიო რა ხალხი შეკრებეო და როცა გამოჩნდება ლინკო კლეი ყველაფერი გააკეთეთ რომ ეგ ზანგი მიწაში ჩადოსო. You can take the bridge up there so it's a straight shot.
მოგეთ None of this would have ხიდი happened. წადიო და პირდაპირ მხოლიქო Either this or right away in some ხო იცი რომ შენ goddamn გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდაო And once you've killed ნუ ან ეს იქნებოდა ან რაღაცა როგორ არღირს ხო და რა ვიცი ნახოთ ზიელები კამრი ღირს რაღაცა რა ვიცი 15-16 სადაც მაგ საფოსო კატეგორიაში მეყობს მაგათი ფასები გააჩნია კომპლექტაციაცაც ეხა XSE რო ვიყიდო ძვირი ღირს სადაც 16-17 შეიძლება იყოს ზოგიერთი კიდე 19-დან წიდის ხოლმე მაგ მანქანებს და SE რო ვიყიდო უფრო ეგ ბიუჯეტური ვარიანტი არის სადაც აი 14,000-დან 15,000-მდე სადაც $2,000 განსხვავება რა ესე რო ვთქვათ მაგათ ფასებში ხო და რა ვიცი ნახოთ რა მოკლედ თუ იმედია გაიყიდება ეს მანქანა ამიტომ რომ ასე თუ ისე დიდი ხანი დამჩა უკვე და თქვენ სუხტებით რა როცა მანქანას დიდი ხანი გეყოლება მე უკვე გაყიდვა გინდა და სხვა მანქანის შესულაც გინდა რა იმიტომ რომ მე მინდა ზიელი უეჭველი აი 100% მინდა ზიელი ეგ არის 6.2 კომპრესორით კამერო და ნახოთ რა როგორ იქნება რა კი ძალიან ძვირი არის კი ძალიან ბევრი საწვავს და კი კიდე მაგ მანქანით ვერივილი ყოველდღიურად მაგრამ გარაჟში გეყოლება მაგ მანქანა არის აი ბედნიერება ფაქტიურად ან ზიელი ან კორვეტი კორვეტის ზიოქსი რო იყიდო ანუ იგივე ძრავით ფაქტიურად დამიჯდება ალბათ რა ვიცი 35-მდე ან შეიძლება მეტი დამიჯდეს კიდე და ნუ დაზიანებული ცოტა უფრო იაფი იქნება დიდი ვარაუდი თუმცა რა შეიძლება ზიელს ზიელი ამასინ გაიყიდა $18,800 ოღონდ დაზიანებული იყო და იყო 2017 წლიანი 2017 წლიანი ყიდოს ახლა აზრი არ აქვს იმიტომ რომ ანუ რო განაბაჟო ეგ დაგიჯდება $27,000 კიდე და ანუ ფაქტიურად ერთი მანქანის ნახას იხდი კიდე გამბაჟებაში და ეგრე ნამდვილად არ მაწყობს ეს კიდე ხო ვერ გაჩუნდა რა ერთი სიტყვით და ნუ ხო ხვდებით ახლა ეგ არის ჩემი ესე რომ ვთქვათ გეგმა ან კორვეტი ან ზიელი ოღონდ ჯერ კამრით და ჯერ უნდა გაიყიდოს ოღონდ ეს მანქანა კიდე პლუს და მე რომ ნახოთ გავიგე ძმა კაი გამიშვი ახლა გარეთ და დავამთავრებ ამ ვიდეოს იმიტომ რომ მე შეხედება სამსახურში გაგას მოусმინოთ ბარემ მეც არ ვიცი რას უსმენ მაგრამ მაინც სო ეგარ კაი აქ შემოვედი იმიტომ რომ ჰილია მეღო და ამან მთელი ლექცია მომიყვა აქ ეგარ ჰილი დამჭირდება ალბათ კაზინოში რომ წავიდე
გავეთქარი და დავასრულებ ვიდეოს. მოკლედ, იმედია ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს შემდგომ ვიდეოში, რომელიც იქნება დიდი ვარავდით ხვალ, ანუ 4 შაბათს და იმედია რომ 4 შაბათს ამ თამაშს 100% დავხურავ. ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.